პერ ლენარდ ბილუნდი. როგორ გავიაზროთ ეკონომიკა? საფუძვლები. თავი მეექვსე. ღირებულება, ფული და ფასი. აქამდე ეკონომიკაზე მსჯელობისას ღირებულების თვალსაზრისით ვამახვილებდით ყურადღებას. ღირებულება არის ჩვენი მოქმედებების საბოლოო მიზანი და ის, რაც ჩვენი ქცევის მოტივაციას წარმოადგენს. ის პიროვნულია, სუბიექტურია, რაც ნიშნავს, რომ სურვილების დაკმაყოფილების შედეგად წარმოიშობა. თუ გშია საკვებს მივიღებთ, თუ მარტოობა გვაწუხებს, შეგვიძლია მეგობარს ვესტუმროთ. ღირებულება არის გარკვეული დისკომფორტის, შიმშილის ან მარტოობის მოცილება ან ისეთი ქმედება, რაც არსებულ მდგომარეობას გაგვიუმჯობესებს. შეგვიძლია შევადაროთ დაკმაყოფილებას, მაგალითად, ვაშლზე მეტად მოგწონს ფორთოხალი, მსხალი კი ორივეს გვირჩევნია. ჩვენი პირადი კმაყოფილების თვალსაზრისით ღირებულების მარტივი შედარება პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ერთდროულად გშია და გწყურია, ჩვენ შეგვიძლია სწრაფად გადავწყვეტოთ პირველ რიგში რომელი უსიამოვნება მოვიშოროთ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მძაფრად აღვიქვამთ თითოეულს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ და განსაზღვროთ, რომელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ღირებულების ერთეული არ არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია გავზომოთ შეგრძნება და გავიგოთ, რამდენია არსებული უსიამოვნების მოშორებით მიღებული დაკმაყოფილება. მიღებული დაკმაყოფილება არის შეგრძნება, რომელიც არ იზომება რაიმე ერთეულებში და არც ზუსტი ზომები აქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორთოხალი 2.5-ჯერ უფრო მეტად მოგწონს ვიდრე ვაშლი, ხოლო მსხალი 1.3-ჯერ უფრო მეტად ვიდრე ფორთოხალი. ჩვენ არ შეგვიძლია სხვადასხვა ადამიანის სუბიექტური ღირებულებების შედარება, რადგან მათი განცდილი კმაყოფილება ინდივიდუალურია. უაზრობაა იმის თქმაც, რომ ადამს მსხალი 20%-ით მეტად უყვარს ვიდრე ბედს. შესაძლოა ადამი ამბობს, რომ მას მსხალი ძალიან უყვარს, ხოლო ბედს საერთოდ არა. თუ მათ ნამდვილად ასეთი დამოკიდებულება აქვთ მსხლის მიმართ, მაშინ ბედმა შესაძლოა ადამიანს მსხალი მისცეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად აფასებს თითოეული მათგანი მსხალს და არც შედარებაა შესაძლებელი, რადგან კმაყოფილების უნივერსალური საზომი არ არსებობს. ბედი აფასებს ადამიანისთვის მსხლის ჩუქების შესაძლებლობას, შესაძლოა არც ადამიანის მიმართ არის გულგრილი და იცის, რომ მას მსხალი მოსწონს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რამდენად აფასებს ბედი ან ადამი მსხლის შენახვას ან გაცემას. გაზომვის შეუძლებლობა ღირებულების საკითხს ართულებს. სოციალურ გარემოში, განსაკუთრებით მოწინავე ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც ხანგრძლივი სპეციალიზირებული წარმოების პროცესებია განვითარებული, როგორ მოახერხოთ მწირი რესურსების დაზოგვა, რომ რაც შეიძლება მეტი ღირებულება მივიღოთ. საილუსტრაციოდ, წარმოიდგინეთ 150 კაციანი ჯგუფი. საზოგადოება, სადაც წყალი მხოლოდ 45 ადამიანის წყურვილის მოსაკლავად და საკვები 30 მათგანის დასაკმაყოფილებლად არის საკმარისი. როგორ განსაზღვროთ, რომელ 45-ს წყურია ყველაზე მეტად და რომელ 30-შია ყველაზე მეტად? ამ საზოგადოებას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ წყალი და საკვები გამოიყენოს ინვესტირებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს შექმნან დამატებითი ღირებულება. თუ დავუშვათ 10 ადამიანს საკმარის წყალს და საკვებს მიაწვდიან 3 დღის განმავლობაში, მაშინ მათ შეიძლება წავიდნენ და მეტი წყალი და საკვები მოიტანონ დანარჩენებისთვის. უნდა განახორციელოს საზოგადოებამ ასეთი ინვესტიცია. 10 კაციანი ჯგუფი უნდა გაგზავნოს ამისთვის, თუ 5 კაციანი ორი ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით. ვინ უნდა აირჩიონ ახლად მოპოვებული წყლისა და საკვების შესაგროვებლად? დანარჩენი ადამიანებიდან ვინ უნდა მიიღოს წყლისა და საკვების დარჩენილი ნაწილი? ასეთი შედარება მოითხოვს ღირებულების გაზომვას, მაგრამ რადგან ღირებულება პირადი გამოცდილებაა და მისი საზომი არ არსებობს, ამ ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტაც არ არსებობს. ამ თავსატეხს ბაზარი ფულისა და ფასების საშუალებით აგვარებს, რაც უზრუნველყოფს ობიექტურ სოციალურ ფარდობით შეფასებას და შესაბამისად ღირებული საქონლის შედარებისა და დაზოგვის საშუალებას იძლევა.
თუ მსხალი ფორთოხალზე 1.3 ძვირი გვიჩნდება, ჩვენ შეგვიძლია მარტივად გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მსყიდველობითი უნარი, რაც შეიძლება მეტი კმაყოფილების მისაღებად. ვიყიდოთ მხოლოდ მსხალი, მხოლოდ ფორთოხალი, თუ ორივეს კომბინაცია. ასეთი შედარებები შეგვიძლია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ფული და ფასები ეკონომიკისთვის შეუცვლელია და მათ გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ფუნქციონირება. ფულის გამოყენება. ჩვენ ფულს და ფასებს მივიჩნევთ თავისთავად, ბუნებრივად არსებულად. ისინი იმდენად ყველგან არიან წარმოდგენილი, რომ უმეტესობას ფული ღირებულების საზომად მიაჩნია. გონიათ, რომ ღირებულება ფულში გამოიხატება. ასეთი აღქმა კი შეცდომაა. ფული არის გაცვლის საყოველთაოდ გამოყენებული საშუალება და მისი ღირებულება ჩვენთვის მისი ფუნქციიდან გამომდინარეობს. ჩვენ ფულს ვაფასებთ ისე, როგორც სხვა საქონელს. იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას ჩვენთვის, მაგრამ ღირებულებას წარმოადგენს არა თავად კუპიურები და მონეტები, არამედ მოლოდინი, რომ ჩვენ მისი გამოყენებით სასურველი რამის შეძენა შეგვიძლია. ეს ნიშნავს, რომ ფული მუშაობს, რადგან ჩვენ ვაღიარებთ მას ღირებულად და გაცვლის საშუალებად ვიყენებთ. ფულს აქვს მყიდველობითი უნარი. და სწორედ იმის რწმენა, რომ ფულით შესაძლებელია საქონლის ყიდვა, მას ჩვენთვის ღირებულს ხდის. თუ კი დავიჯერებთ, რომ ამ ფულით საქონლის შეძენას ვერ შევძლებთ, ანუ სხვები არ მიიღებენ მას, მაშინ ჩვენც არ მივიღებთ მას. ეს ნიშნავს, რომ ფული არის ფული, რადგან ხალხი მიიჩნევს მას ფულად. ამ თვალსაზრისით, ფული დიდწილად თვითგამაძლიერებელი სოციალური ინსტიტუტია. ჩვენ ყველას გვაქვს მისი გამოყენების გამოცდილება და შესაბამისად, გვაქვს გარკვეული წარმოდგენა თუ რას ნიშნავს, რომ რაღაც იყოს ფული. თუმცა ეს არ ხსნის, თუ რა არის ფული, რატომ არსებობს, ან როგორ გაჩნდა. დაფიქრდით, თუ რამ შეიძლება გაიძულოთ, რომ რაღაც ფულად ჩათვალოთ. ან დავსვათ მთავარი კითხვა, რამ შეიძლება აიძულოს საზოგადოება, რომელიც ფულს არ იყენებს, რაღაცის ფულად გამოყენება დაიწყოს. ფულის ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ სხვები მის სანაცვლოდ რაღაცას გასცემენ. ყველაფერს, რაც ფულობისკენ მიისწრაფვის, თავიდანვე, როგორც ფულს ვერ ექნება ფასი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაიმე გავრცელდება გაცვლის საშუალებად, იქნება აღიარებული ფულად, მაგრამ არა მანამდე. ეს ბევრს უბიძგებს იმის ფიქრისკენ, რომ ფული ზემოდან უნდა დაწესებულიყო დადგენილებით. თავს მოახვიეს ხალხს, რათა გამოიყენონ გაცვლის საშუალებად. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რომელიღაც სახელმწიფოს მეთაურმა გამოიგონა ფულის ცნება და შემოიღო ვაჭრობის ან შესაძლოა გადასახადების აკრეფის გასაადვილებლად, მაგრამ ეს ახსნა არსებითად მცდარია, თუ რამე უკვე ფული არ არის. ადამიანები არ მიიღებენ მას თავისი ნივთის სანაცვლოდ, ასე რომ, სანამ ფულად არ მიიჩნევენ, მას ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს მცირე ღირებულება. დადგენილება არ ქმნის ფულს, ის ქმნის მხოლოდ ვალდებულებას, რომელიც შემოიფარგლება მისი აღსრულების შესაძლებლობით. თუმცა, სავსებით ცხადია, რომ მთავრობა შეუძლია უკვე არსებული ფულის თანდათანობით ხელში ჩაგდება და მონოპოლიზება, რაც მოხდა კიდეც წარსულში. ვალუტების უმეტესობა დღეს სახელმწიფო მონოპოლიური ფულია, მაგრამ ფული გაცვლის საშუალებად არ გამოუგონიათ ან მიუღიათ. უბრალოდ ასეთ მდგომარეობამდე მივიდა. უბრალოდ შეუძლებელია ფულის ეკონომიკური ფუნქცია შეიქმნას ზემოდან ქვემოთ. ადამიანები საქონლის გაცვლაზე თანხმდებიან, რათა სარგებელი ნახონ. ანუ ნებაყოფლობითი გაცვლა ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ორივე მხარე მოელის, რომ გაცვლის შემდეგ უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სხვა შემთხვევაში გაცვლას არც მოინდომებენ. ვალდებულება მიიღონ ის, რასაც მათთვის ღირებულება არ გააჩნია, მაგალითად დაწესებული ვალუტა, რომელიც ხალხის მიერ ჯერ ფულად არ არის მიღებული, ვაჭრობის სურვილს შეამცირებს. ბოლოს და ბოლოს, თუ თქვენ გაიძულებენ მიიღოთ ქვები თქვენი ნივთების საფასურად, მაშინ ალბათ თავ შეიკავებდით მათი გაყიდვისგან. ტონა ქვაც რომ შემოგთავაზონ თქვენს სახლში ან მანქანაში, გაცვლიდით,
რატომ გაცვლი ძვირფას საქონელს იმაზე, რაც არ გჭირდება? ასე რომ მაშინაც კი, თუკი თქვენ გადასახადების გადახდას ქვებით მოგთხოვენ, თქვენ მხოლოდ იმდენს ივაჭრებთ, რაც საჭირო იქნებოდა ამ ვალდებულების შესასრულებლად, მაგრამ მეც არა. ქვებზე საქონლის გაცვლის ბაზარი ძალიან შეზღუდული იქნება. ასეთი გაცვლა მხოლოდ მაშინ იქნება სასურველი, თუკი გადახდის საშუალება შემოთავაზებული იქნება რეალური ფული. საზოგადოებაში, სადაც ფული არ არსებობს, ადამიანები ფულის მწყიდველობით უნარიანობას კი არ უცხადებენ უნდობლობას, არამედ არც კი ესმით ამ კონცეფციის აზრი. წარმოიდგინეთ, ქვის ხანის ადამიანს რომ დოლარის კუპიურები ან ოქროს მონეტა შესთავაზოთ, ნაჯახის ან საკვების სანაცვლოდ. ფულის წარმოშობა. ფული ეკონომიკური კონცეფციაა. დოლარის კუპიურები თავისთავად ფული არ არის, მაგრამ ფული შეიძლება არსებობდეს დოლარის კუპიურების სახით. თუმცა ეს კუპიურები არის ფული მხოლოდ მანამდე, სანამ ხალხი მას ფულად მიიჩნევს. ეს ცხადი ხდება, როდესაც სხვა ქვეყნებში მოგზაურობთ, რადგან ის, რაც ერთ ქვეყანაში არის ფული, მეორეში შესაძლოა ფულად არ იყოს მიღებული. თქვენ ვერ შეძლებთ გამოიყენოთ შვედური კრონა ავსტრიაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში მას ყველა იღებს როგორც ფულს. მენგერის ახსნა არ საჭიროებს ცენტრალურ დაგეგმარებას ან განკარგულებას. ფული წარმოიშობა ბუნებრივად. ასეთი ახსნა მნიშვნელოვანია, რადგან ის გვიჩვენებს ფულის ეკონომიკური კონცეფციის მნიშვნელობასა და როლს. პარტერულ ეკონომიკაში ადამიანები საქონელს ცვლიან საქონელზე. ასეთი ეკონომიკა აშკარად შეზღუდულია, რადგან თითეული გაცვლისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მიიღოს ის და იმ რაოდენობით, რაც სურთ. ისეთი რამის გამოყენების გარეშე, რასაც ფულს უწოდებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც კვერცხს ყიდის და სურს კარაქის შეძენა, უნდა მოძებნოს ის, ვინც კარაქს ყიდის და სანაცვლოდ კვერცხი უნდა. ვაჭრობის ასეთი ფორმა პოტენციური სავაჭრო პარტნიორების რაოდენობას მნიშვნელოვნად ზღუდავს, რადგან საქონელი განსხვავდება დროში გამძლეობითა და ზომით. პარტერული ეკონომიკა ვერ ჩამოყალიბდებოდა შრომის დანაწილებაზე დაფუძნებულ პროდუქტიულ ეკონომიკად. განვიხილოთ გემთჩენებელი, რომელსაც სურს გაყიდოს თავისი ახლად შექმნილი ჩქაროსნული კატერი. კვერცხის ყიდვა რომც უნდოდეს, სანაცვლოდ ათასობით კვერცხის მიღება დაჭირდებოდა, რასაც საეჭვო დათანხმდეს. მოკლე დროში გაფუჭდება და გამოუსადეგარი გახდება, ასე რომ მას მოუწევს ვინმე ისეთის მოძებნა, ვისაც ზუსტად ამ საქონლის ნაკრებს შესთავაზებდა, რომელიც მას სურს და თან ამ ნაკრების კატერში გაცვლაზე დათანხმდებოდა. მხარეები ასევე უნდა შეთანხმდნენ ტარიფზე, თუ რამდენ კვერცხში გაიცვლება კატერი. ადამიანები საქონელს ცვლიან იმისთვის, რომ გაიუმჯობესონ თავისი მდგომარეობა, ანუ ისინი ვაჭრობენ ღირებულებისთვის. მენგერმა აღნიშნა, რომ ადამიანები მოსინჯავენ ბევრ სხვადასხვა გზას, რათა გადალახონ პარტერული ეკონომიკის გამო წარმოქმნილი ბარიერები. თუ რძის ფერმერს არ სურს გამიცვალოს თავისი კარაქი ჩემს მიერ შეთავაზებულ კვერცხში, მაგრამ მე ვიცი, რომ ის მას პურში გამიცვლის, მაშინ მე შემიძლია მცხოველს შევთავაზო კვერცხი პურის სანაცვლოდ. და თუ მცხოველი დამთანხმდება, მაშინ შემიძლია მიღებული პური კარაქში გადავცვალო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კვერცხს პურში იმიტომ კი არ ვცვლი, რომ პური მინდა, არამედ იმიტომ, რომ პური კარაქის მოსაპოვებლად გამოვიყენო. ჩემი პირველი გაცვლა საჭირო ხდება მეორესთვის, რომლითაც უშუალოდ ვსარგებლობ. მაგალითად, კენკრა რომ დომოდა, თუ კენკრის პატრონს ჩემი შეთავაზებული კვერცხი არ სურს, მაგრამ უნდა რაღაც სხვა, იგივე პროცედურის გავლა მომიწევდა. კვერცხს იმ რაღაც სხვაში გავცვლი, რომ მე ის კენკრაში გადავცვალო. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხი ზოგიერთ შემთხვევაში მუშაობს, ყოველთვის არ გამოდგება, მაგრამ თქვათ, რომ ზოგიერთი მოვაჭრე თავის საქონელს პურზე ცვლის. თუ ეს მეწოდინება, ჩემს კვერცხს პურზე გადავცვლი მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერა, როცა სურსათის შესაძენად წავალ, პური უფრო გამომადგება. მენგერის სიტყვებით, მე ვყიდი ჩემს კვერცხს უფრო გაყიდვადი საქონლის შესაძენად მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოვიყენო იგი რაღაცაში გადასაცვლელად. ჩემთვის ასეთი გაცვლა ემსახურება მხოლოდ ირიბ მიზანს. ხელი შეუწყოს საბოლოო გაცვლას. ასე რომ, ჩემთვის აზრი აქვს პურის შეძენას მაშინაც კი, თუ ავჭამ მას და მეტიც, იმ შემთხვევაშიც, თუ კი მასზე ალერგიული ვარ.
რაც უფრო მეტად ცვლის ადამიანი საკუთარ პროდუქტ შედარებით მეტად გაყიდვად პროდუქტზე, მით უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა მასზე, რადგან მისი გამოყენებით უამრავი სხვა სახის პროდუქტის შეძენა ხდება შესაძლებელი. და რაც უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რამდენად გამოსადეგია გაცვლის საშუალებად ეს საქონელი, უფრო მეტი ადამიანი გადაცვლის საკუთარ საქონელს, უფრო მეტად გაყიდვად საქონელზე. საბოლოოდ, ადამიანების ქმედებებით, მაგრამ არა მათი განზრახვით, ერთი ან რამდენიმე საქონელი გამოვლინდება როგორც გაცვლის საყოველთაოდ გამოყენებული საშუალება და ის იქნება ფული. მათ უპირველეს ყოვლისა აფასებენ როგორც გაცვლით საშუალებას და არა მისი პირდაპირი დანიშნულებით. ფულის მნიშვნელობა. ფულზე დაფუძნებულ ეკონომიკაში ჩვენ ვიყენებთ ფულს საქონლის შესაძენად და შეგვიძლია მარტივად შევადაროთ ფასები, რადგან ისინი ყველა გამოხატულია ერთსა და იმავე ერთეულში, ფულში. მაგრამ როგორც წინა თავებში ვნახეთ, ფასები სინამდვილეში გაცვლის კოეფიციენტებია. ფული გვემსახურება როგორც საშუალება, რომელიც აადვილებს ვაჭრობას და ბარტერული ვაჭრობის შეზღუდულობიდან გამოვყავართ. ფულის არსებობა საქონლის ყიდვას და გაყიდვას ერთმანეთისგან ყოფს. ის ქმნის საქონლის გაცვლითი ღირებულების უნივერსალურ წყიდველუნარიანობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე შემიძლია ჩემი საქონელი ან მომსახურება ერთ ადამიანს მივყიდო, მაგრამ სანაცვლოდ მიღებული მწყიდველობითი უნარი, ანუ ფული, სხვისგან საქონლის ან მომსახურების შესაძენად გამოვიყენო. ეს ჩვენ თავისთავად აშკარა მოვლენად გვეჩვენება, რადგან ასეთ სისტემას მივეჩიეთ. შედეგები უზარმაზარია. ბარტერული ვაჭრობის პირობებში ადამიანის დასაქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კი დამსაქმებელს შეეძლება დაქირავებულს ის კონკრეტული საქონელი შესთავაზოს, რომლის გასამჯელოდ მიღებაც მას უნდა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პოტენციური დამსაქმებლები შრომაში იხდიან არა ფულით, არამედ კონკრეტული ნივთებით, ტანსაცმლით, ჰიგიენური საშუალებებით, წიგნებით, მოგზაურობით, ავეჯით და ასე შემდეგ. ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი დამსაქმებლის პოვნა, რომელიც საქონლის მეტნაკლებად სასურველ პაკეტს შემოგთავაზებთ, თითქმის შეუძლებელი იქნება. ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ დასაქმებისთვის მოგიწევთ ისეთ პაკეტზე დათანხმება, რომელიც შორს იქნება თქვენთვის სასურველი სრულყოფილისგან. გაცილებით უკეთესი იქნებოდა თუ შრომის სანაცვლოდ მიიღებდით საქონლის ღირებულების გაცვლის საშუალებას, წყიდველობით უნარს, ანუ ფულს, და შემდეგ გამოიყენებდით მას სასურველი საქონლის შესაძენად. ამიტომ ფული ბევრად მეტია ვიდრე კომფორტი. ის აუცილებელია გაცვლებისთვის, მოწინავე სპეციალიზირებული საწარმოო პროცესებისთვის, რაც თავისთავად გვაქვს თანამედროვე ეკონომიკაში. ფართომასშტაბიანი წარმოება მიწოდების ჯაჭვები და გარკვეულ საქმეში სპეციალიზაცია შესაძლებელი ხდება, რადგან ფული ერთმანეთისგან აცალკევებს მყიდველებსა და გამყიდველების ძალისხმევას. ასეთი გამოცალკევების გამო ჩვენ ასევე შეგვიძლია დავხელოვნდეთ იმ საქმეში, რომლის კეთება კარგად გამოგვდის და არ ვაწარმოოთ მხოლოდ ის, რისი მოხმარებაც ჩვენ თვითონ გვინდა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ძალისხმევა მიმართოთ იმ საქმის კეთებაზე, რაც უკეთესად გამოგვდის და შედეგად გვქნით ყველაზე მეტ ღირებულებას საზოგადოებისთვის. ფულის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებოდით ასე პროდუქტიულები. ყიდვა-გაყიდვის დაცალკევება ასევე ნიშნავს, რომ გვეძლება შესაძლებლობა გამოვიყენოთ ფულის მწყიდველობითი უნარი იმისთვის, რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად ღირებულია. ფული გვაძლევს შესაძლებლობას დავიკმაყოფილოთ ისეთი მოთხოვნილებები, რომლებიც ბარტერის პირობებში ვერასდროს იქნებოდა ხელმისაწვდომი. ფულის ფლობის და გამოყენების შედეგად არა მხოლოდ წარმოება უმჯობესდება მნიშვნელოვნად, არამედ გვეძლება შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ ის ჩვენთვის მეტად ღირებული საქონლისთვის. პირველი ხელს უწყობს და შესაძლებლობებს ზრდის მეორისთვის. რაც უფრო მეტ ღირებულებას ვაწარმოებთ, მით მეტ მწყიდველუნარიანობას ვღებულობთ სანაცვლოდ. რადგან ფულზე დაფუძნებულ ეკონომიკაში ყველა მონაწილეს შეუძლია იმ საქონლის შეძენა, რომელსაც ყველაზე მეტად ღირებულად მიიჩნევს და შეუძლია აწარმოოს ის საქონელი, რომელსაც სხვები მიიჩნევენ მაღალ ღირებულებად, საბოლოო ჯამში უფრო მეტი ღირებულება იქმნება და ჩვენც გაცილებით უკეთესად ვართ ფულზე დაფუძნებულ ეკონომიკაში, ვიდრე ბარტერულ ეკონომიკაში ვიქნებოდით. ფულადი ფასები. ფული აადვილებს ფასების შედარებას იმის ნაცვლად, რომ ფასები გამოხატული იყოს კოეფიციენტებით, სადაც თითოეული პროდუქტი ფასდება ყველა სხვა საქონელთან თანაფარდობის მიხედვით. ამიტომაც ფასები გამოხატულია ფულში.
პარტერულ ეკონომიკაში კარაქის საყიდლად კვერცხებით ჯერ პური უნდა შევიძინოთ და მერე პური უნდა გადავცვალოთ კარაქზე. ანუ საჭირო ხდება განისაზღვროს სამხრივი გაცვლის კოეფიციენტები. მე შეიძლება მწყობელს 12 კვერცხი პურის სამნაჭერში გავუცვალო. ამ ტრანზაქციაში პურის ერთი ნაჭრის ფასია 4 კვერცხი, ხოლო ერთი კვერცხის ფასი პურის ნაჭრის მეოთხედი. ამის შემდეგ მე შემიძლია პურის გამოყენება კარაქის საყიდლად. სიტყვაზე 1 ფუნტ კარაქში უნდა მივცე პურის 2 ნაჭერი. ეს ნიშნავს, რომ 1 ფუნტი კარაქის ფასმა პურთან მიმართებაში შეადგინა პურის 2 ნაჭერი, ხოლო პურის ნაჭრის ფასი კარაქთან მიმართებაში არის 9 ფუნტი კარაქი. მე ორივე გარიგების მონაწილე ვარ და შემიძლია დავასკვნო, რომ 1 ფუნტი კარაქის ფასი 8 კვერცხია. ასეთი ფასდარდება ვითარების გამარტივებაა, რადგან ფერმერი კარაქის სანაცვლოდ კვერცხს არ იღებს. პრობლემა ის გახლავთ, რომ აქ ყველა პროდუქტის ფასი გამოიხატება თანაფარდობის სახით ყველა სხვა საქონელთან მიმართებით. თუ კი მაგალითად რძის ფერმერი ასევე მიიღებს 8 ჭიქა კენკრას 1 ფუნტი კარაქის სანაცვლოდ, მაშინ 1 ფუნტი კარაქის ფასი იქნება ან პურის 2 ნაჭერი, ან 8 ჭიქა კენკრა. ასეთი კოეფიციენტები, ანუ ფასები ნატურით, შეიძლება დადგინდეს საქონლის ყველა კომბინაციისთვის ნებისმიერ შესაძლო გაცვლაში, მაგრამ როგორ შეგვიძლია შევადაროთ ისინი საერთო მნიშვნელის გარეშე? ეს ფასები არის უნიკალური გაცვლითი კოეფიციენტები, რომელთა სწორად დაცვა ან გაგება რთულია. დავუშვათ, რომ ზემოთ მოცემულ მაგალითში პური გამოვიყენეთ როგორც ფული. ეს ნიშნავს, რომ პური, რომელიც გვემსახურება როგორც გაცვლის საშუალება, პრაქტიკულად ყველა გარიგების ერთი მხარე ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა საქონლის ფასი შეიძლება გამოიხატოს პურით, რადგან ისინი პურზე ვაჭრობენ. ასე რომ, კვერცხებს პურზე ვყიდი და პურს ვიყენებ კარაქისა და კენკრის საყიდლად, რადგან პური არის საერთო მნიშვნელი. მე შემიძლია მარტივად შევადარო ფასები და ვიყიდო ის ნივთი, რომელიც საუკეთესოდ დააკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნილებებს. ახლა, რადგან პური ფულია, საქონლის ყველა გამყიდველი სავარაუდოდ მიიღებს მას, როგორც გადახდის საშუალებას, რადგან მათ სურთ მსყიდველობითი უნარი და არა თავად პური. თუ 1 ფუნტი კარაქი ღირს პურის 2 ნაჭერი და 1 ნაჭერი ყიდულობს 2 ჭიქა კენკრას, მაშინ ჩემთვის ადვილია ფასების შედარება. პურის 3 ნაჭრით, რომელიც 12 კვერცხში გადამიხადეს, შემეძლება ვიყიდო 1,5 ფუნტი კარაქი, ან 6 ჭიქა კენკრა, ან მათი რამე კომბინაცია. ყველაფერი, რაც ახლა უნდა გავაკეთო, არის იმის განსაზღვრა, თუ რომელ ვარიანტს ვაფასებ უფრო მეტად. შემიძლია მარტივად გამოვთვალო, როგორ მივიღო ყველაზე მეტი ღირებულება პურის თითოეულ ნაჭერზე. ასეთ ფულზე დაფუძნებულ ეკონომიკაში ყველა საქონელი ფასდება პურის ერთეულებში. პური კი ყველა საქონლის მიხედვით, ვინაიდან პური არის გაცვლის საშუალება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პურის ნაჭრის მსყიდველობითი უნარი არის 9 ფუნტი კარაქი, 2 ჭიქა კენკრა, 4 კვერცხი და ასე შემდეგ. შესაბამისად, საზოგადოების თითოეული წევრისთვის გაცილებით ადვილია იმის განსაზღვრა, ესა თუ ის ნივთი რამდენადაა ღირებული მისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პურის 1 ნაჭრით 2 ჭიქა კენკრის ყიდვის ალტერნატიული დანახარჯი არის ყველაფერი ის, რისი ყიდვა შესაძლებელია ამ 1 ნაჭრით. 9 ფუნტი კარაქი ან 4 კვერცხი და ასე შემდეგ. ცხადია, ხელმისაწვდომი პროდუქტებიდან ვირჩევთ ვიყიდოთ ის საქონელი, რომელიც ჩვენი მოლოდინით ყველაზე მეტად დაგვაკმაყოფილებს, რადგან ყველა ისრაფვის ღირებულებისკენ და ფულის წყალობით თითოეულს შეუძლია სათანადოდ შეადაროს ფასები. ჩვენი ქმედებები მოთხოვნის გამოხატვის გარეშეც წარმოშობს წარმოებულ საქონელზე შესაბამის შეთავაზებას. ჩვენი სურვილი და უნარი ვიყიდოთ საქონელი გარკვეულ ფასად წარმოადგენს ჩვენს მოთხოვნას. ყველაზე მაღალი ფასის შემომთავაზებელი პირველ რიგში მიიღებს პროდუქტს. ის არ დარჩება მის გარეშე. ვინც ნაკლებ ფასს შესთავაზებს, მას მოგვიანებით მოემსახურება გამყიდველი, ანუ მაშინ, როცა იფიქრებს, რომ შემოთავაზება ღირს ამათ. რაც უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს პროდუქტს ღირებულად, მით უფრო მაღალია მისი საბაზრო ფასი. ასევე, რაც უფრო მეტი საქონელია გამოტანილი გასაყიდად, მით უფრო დაბალია მისი საბაზრო ფასი. ანალოგიურად, რადგან ჩვენი ძალისხმევა ყიდვაზე და გაყიდვაზე ერთმანეთთან არის კავშირში, ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ის, რაც შედეგად ყველაზე მეტ ფულს მოგვიტანს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შრომითი რესურსი იქ დავხარჯოთ, სადაც მეტი უნარები და გამოცდილება გვაქვს და სადაც შეგვიძლია მივიღოთ უმაღლესი ანაზღაურება ფულით. ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ჩვენ ვირჩევთ ეკონომიკაში ისეთი წვლილი შევიტანოთ,
რაცაც მომხმარებელი ყველაზე ღირებულად მიიჩნევს. საბაზრო გარემოში მსყიდველობითი ძალა, რომელსაც ჩვენი სერვისები სანაცვლოდ გვთავაზობენ, როგორც წესი, იმ ღირებულების პროპორციულია, რომელსაც ბაზარზე ვაწვდით ფულით გამოხატულ ფასებში. შედეგად, თავისუფალი ბაზარი მეტი ღირებულების შემქმნელს მეტ მსყიდველობით უნარს, ანუ ფულს აწვდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავის მხრივ ასევე აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნები სასურველი საქონლისა და მომსახურების შეძენით. მსყიდველობითი უნარი და შესაბამისად მოხმარების ძალა არის ზომა, რომლის ფარგლებში ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საქონლის საშუალებით. შესაბამისად, აღნიშნული ზომა ასახავს ადამიანის, როგორც მწარმოებლის, წვლილს ეკონომიკაში. მარტივად რომ ვთქვათ, რასაც ჩვენ ვაწვდით სხვებს, იმ ზომისაა ჩვენი მოთხოვნის უნარი. დეკრეტული ფული და ფასების ინფლაცია. ზემოთ ახსნილია ფულის, როგორც სასაქონლო ფულის ეკონომიკური კონცეფცია. ისტორიულად, სხვადასხვა საზოგადოებაში ფულად მიიჩნეოდა სხვადასხვა საქონელი, განსაკუთრებული ქვები, ნიჟარები, პირუტყვი და ასე შემდეგ. ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ოქრო და ვერცხლი იქცა უნივერსალურ საერთაშორისო ფულად. ქაღალდის ფული კი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, წარმოადგენს ძვირფასი ლითონის მონეტებისა და საბანკო საქმიანობის ევოლუციას. პროცესის არსი შემდეგში მდგომარეობს. ბანკები ყიდიან ადგილს თავიანთ საცავებში ხალხის ფულის შესანახად. ფული ურთიერთშენაცვლებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა იგივე ოქროს ან ვერცხლის მონეტას მიიღებთ ბანკიდან თუ სხვას. ამიტომ ბანკებს შეუძლიათ ყველა კლიენტის მონეტა ერთსა და იმავე საცავში შეინახონ და გასცენ ქვითრები იმ მონეტების რაოდენობაზე, რამდენიც აქვს შენახული თითოეულ მომხმარებელს. ვინაიდან ამ ქვითრებით შესაძლებელია მონეტების გამოტანა ბანკიდან, ადამიანებს შეუძლიათ მათი პირდაპირი გამოყენება, ანუ არ არის საჭირო ჯერ ბანკში წავიდნენ, გაანაღდონ მონეტებზე და შემდეგ გამოიყენონ. ბოლოს გაცვლების შედეგად, ვისაც ქვითარი დარჩება, შეუძლია მიიტანოს ის საკუთარ ბანკში, რომელიც თავის მხრივ მოთხოვნას წაუყენებს იმ ქვითრის გამცემ ბანკს და დროის გარკვეული ინტერვალებით ბანკები ანაღდებენ ყველა მოთხოვნას ოქროსა და ვერცხლის გადაზიდვით, რაც ყველას უამრავ სიძნელეს არიდებს. ამ პრაქტიკას აქვს უარყოფითი მხარეც. ის ბანკებს აძლევს სტიმულს გასცენ იმაზე მეტი ქვითარი, ვიდრე ფული აქვთ საცავში. რადგან ქვითრებს ყველა ერთდროულად არ ანაღდებს და ფული ურთიერთშენაცვლებადია, ამ პრაქტიკას შეუძლია ბანკებს მისცეს დამატებითი რესურსი, გამოუმუშავებელი მსყიდველობითი უნარი. თავისუფალ საბანკო სისტემაში მსგავსი საშუალებით ბოროტად გამოყენება შედარებით მცირე მასშტაბი ექნება. ბანკი შეძლებს ამ დამატებითი ნაღდი ფულის ქვითრების გაცემას მხოლოდ მანამდე, სანამ გაუგებენ და ბანკს თავისი რეპუტაციის შენარჩუნება შეეძლება, მაგრამ როგორც კი მისი ქვითრების მფლობელები დაეჭვდებიან, რომ ბანკს საცავში საკმარისი თანხა არ აქვს, ანუ ბანკი გადახდის უუნაროა, ისინი თავიანთი ქვითრების განაღდებას მოითხოვენ. ისტორიულად მრავალი მაგალითი არსებობს, რომ ბანკებმა დაკარგეს თავიანთი რეპუტაცია და კლიენტებმა მასობრივად მიაკითხეს თავიანთი ფულის გასატანად. თუ ბანკმა გასცა იმაზე მეტი ქვითარი, ვიდრე მას შეუძლია ფულით გაანაღდოს, ის გაკოტრდება. ბანკის გადახდის უუნარობა ქაღალდის ფულის ზედმეტად გამოშვების გამო ასევე შეიძლება გამოვლინდეს ბანკების მიერ ურთიერთმოთხოვნების განაღდებისას. საკლირინგო სახლი ადგენს ბანკების ბალანსებს და ითვლის, რა თანხა უნდა გადაიტანოს ერთი ბანკიდან მეორეში ანგარიშის დასაბალანსებლად. თუ ბანკი ზედმეტად ბევრ ქაღალდის ფულს გასცემს, ეს გაირკვევა ტრანზაქციების კლირინგისას, რადგან სხვა ბანკებს აქვთ იმ ბანკის ქვითრები და მოითხოვენ, რომ მათ გადაუგზავნონ რეალური ფული, რომელიც შესაძლოა არ ჰქონდეს ბანკს. ასე რომ, ქაღალდის ქვითრების გადაჭარბებული გამოშვება შეიძლება აღმოაჩინოს როგორც კლიენტმა, ასევე კონკურენტმა ბანკმა. გამოჭერის რისკი, რაც გაკოტრებას ნიშნავს, კი რეალურია. დღეისათვის არსებული ყველა ფული წარმოადგენს ეროვნულ მონოპოლიურ ვალუტას, რომელსაც მთავრობის ცენტრალური ბანკი უშვებს და არ გააჩნია შესაბამისი უზრუნველყოფა, ისევე როგორც ჩვენს მაგალითში მოყვანილ ზედმეტად გამოშვებულ ქვითრებს. მოვლენების ასეთი შემოbrunება ნაწილობრივ აიხსნება როგორც მთავრობის მცდელობა გადაჭრას ბანკების მიერ ვალდებულებების განაღდების პრობლემა და ნაწილობრივ კი იმ მიზნით, რომ გამოიყენოს ძალაუფლება ფულის გამოსაშვებად. როგორც ფულის მონოპოლისტ ემიტენტს, მთავრობას, ცენტრალურ ბანკს შეუძლია შექმნას საკუთარი მსყიდველობითი უნარი შესაბამისი დანახარჯების გარეშე. თუმცა როგორც ზემოთ ვნახეთ,
ფულის მსყიდველობითი უნარი გამოიხატება ფულსა და ხელმისაწვდომ საქონელს შორის თანაფარდობაში. და თუ ბაზარზე საქონლის შესაძლებლად დამატებით გამოშვებული ფული გამოიყენება, ფასები იზრდება. მიმოქცევაში მეტი ფული რომ არ გაჩენილიყო, საქმე სულ სხვაგვარად იქნებოდა. ფასები არ გაიზრდებოდა. ბაზარზე დამატებითი ახალი ფულის შემოდინებისას ჩვენ ვხედავთ ფასების ზოგად, თუმცა არაერთგვაროვან ზრდას. და ეს არის ფასების ინფლაცია. მთავრობის მიერ ფულის ლეგალური მონოპოლიზაციის გზით შექმნილი დეკრეტული ვალუტა ინფლაციურია. ხელისუფლებისთვის უფრო ადვილია საბეჭდი დანადგარით მსყიდველობითი უნარის შექმნა, ვიდრე ხალხის დამატებით დაბეჭდვა. შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა ეცემა, რაც ადამიანებს აღარიბებს და ამახინჯებს კაპიტალის სტრუქტურას. ფულით გამოწვეული ამ ტიპის დამახინჯება სრულად ანადგურებს ეკონომიკას. პერ ლენარდ ბილუნგი. როგორ გავიაზროთ ეკონომიკა? სრული ინფორმაცია წიგნის შესახებ